აი ესეთი გარე CD დისკის სამკითხველები ჩამოვიდა, გავხსნათ ახლა და ნახოთ რა არის შიგნით. ესეთი უნიკალური ვარიანტებია. ესეთი DVD, CD, თითქმის ნებისმიერ ფორმატს კითხულობს. ეს თავისი ბრენდირება და USB კაბელი. ადგილი ისე აქვს მოწყობილი, რომ არ დაზიანდეს. ასევე მოყვება ესეთი ბრენდირებული გადამყვანები. ამ გადამყვანებშიც სხვაობა არსებობს, ანუ ეს შიდა ქვედა ფეხები უნდა კონდეს 5 ცალი. ანუ ბაზარზე არის 4 ფეხიანებიც, რომელიც წაკითხვა ზოგადად შეუძლებელია. ვერ მოარგებ ვერც Android-ს, ვერც პლანშეტს და ზოგადად ყველა მოწყობილობას ვერ დავუკავშირებ ანუ ამ დისკის წამკითხულს. საბავთ სადოთ ახლა ჩვენ ამისი ვარიანტი უბრალო Android-ს. ესე შეგვიძლია ჩვენ დავუკავშიროთ. კავშირი შედგა. კავშირი დამყარდა, ჩვეულებრივ შეგვიძლია ჩავდოთ CD დისკი ან MP3 ვარიანტში სიმღერები, სურათები, ნებისმიერი რაღაცა შეგვიძლია უბრალოდ უშუალოდ დისკზე ჩავწეროთ ტელეფონიდან. ასე მოვნიშნავთ ნებისმიერ ჩვენი ფორმატის ჩაწერილ სიმღერას ან სურათებს და გადავიტანთ დისკზე. ასევე ჩვეულებრივ არსებობს ისეთი ნოუთბუქები და ნეტბუქები, ლეპტოპები, რომელსაც დისკის სამკითხავი არ გააჩნია. ამისათვის უნიკალური ვარიანტია ესეთი გარე დისკის სამკითხველები. ჩვეულებრივ შევუერთებთ USB პორტში და აგერ დაუკავშირდა, ჩვეულებრივ ჩავდებთ დისკს ნებისმიერი ფორმატის, ნებისმიერ ფაილი გინდა, სურათები გინდა თუ სიმღერები, ჩვეულებრივ გადავიტანთ CD დისკს. უნიკალური საჭირო ნივთი. ჩვეულებრივ დავკეცავთ. შევინახავთ ისე, რომ არ დაზიანდეს. ამ ნივთს მოყვება თავისი ერთი ცალი გადამყვანი Android-ისთვის. ერთი უნიკალურობა ამას ის გააჩნია, რომ iPhone-ებზე და Apple-ის პლანშეტებზე ამას ვერ გამოიყენებთ. ეს
ვარიანტში შევინახოთ ისევ თავის ადგილს. თავისი გადამწყვეტი. ახლა ვნახოთ მეორე. მოყვება თავისივე პასპორტი. მეორეც ანალოგიურია, მეორეც ზუსტად იგივე ვარიანტია, რაც პირველი. ესეც იგივე ფორმატს, იგივე სიტუაციაშია, ზუსტად უკავშირდება როგორც ლეპტოპს, ასევე Android-ს, პლანშეტს. იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც პირველი. ამასაც მოყვება ანალოგიური ადაპტერი გადამყვანი. ესეც წარმოებულია ევროპისთვის. ზოგადად ამის ყიდვას როდესაც დააპირებთ, ეს ფლეშკაც უერთდება ამას, ჩვეულებრივ ფლეშკაზე შეგიძლიათ ჩაწეროთ ტელეფონიდან, ლეპტოპიდან ჩვეულებრივ ფლეშკა გაუკეთოთ, მუშაობს იდეალურად. უბრალოდ ეცადეთ იყიდოთ 10 ამპერიანი და 5 ფეხიანი. ანუ ყველა ფლეშკაზე და ყველა USB პორტს უკავშირდება მაგ შემთხვევაში, როდესაც 4 ფეხი აქვს, მაგ შემთხვევაში რაღაცა ცალკეული ჯგუფის USB პორტებსთან აქვს კავშირი. ეს ორივე გარე დისკის სამკითხველი გაყიდვაშია. თუ რაღაც 35 ლარებში. მადლობა ყურადღებისთვის.